მოიქეცით ისე, როგორც სინდისი გიკარნახებთ. ამ სიტყვებით მიმართა მზია ამაღლობელმა მოსამართლეს რამდენიმე წუთით ადრე, ვიდრე ნინო სახელაშვილი ჟურნალისტის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა. დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთხელ განიხილა მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების საკითხი და კიდევ ერთხელ გადაწყვიტა, რომ მზია ამაღლობელი პატიმრობაში უნდა დარჩეს. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, რომელმაც ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს 14 იანვარს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, დღესაც გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომლის თანახმადაც მზია ამაღლობელის მიერ ახალი დანაშაულის საფრთხე არ შესუსტებულა და შესაბამისად პატიმრობაც ძალაში უნდა დარჩეს. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოკეთებული აღკვეთის ღონისძიების სახესთან დაკავშირებით მომენტებული საფრთხე ახალი დანაშაულებებით ისტორიულად იმავე დანაშაულის ჩადებასთან დაკავშირებით დღეს მდგომარეობიდან ძალაშია. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ მზია ამაღლობელის მიმართ გამოკეთებული აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა მიზანს შეწოდებლად უნდა ჩაითვალოს, უნდა დარჩეს ძალაში. აღნიშნული განჩინება ცალკე არ საჭიროა. 4 ივნისის საათზე მზია ამაღლობელი ტყვეა, თქვა ჟურნალისტის ერთ-ერთმა ადვოკატმა მაშინ, როცა სასამართლო მის პატიმრობაზე მსჯელობდა. მანვე დასძინა, რომ მოსამართლისგან სამართლიან გადაწყვეტილებას არც ამჯერად ელოდა. სხდომის დასრულების შემდეგ კი მაიამ წარიაშვილმა განაცხადა, რომ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესები მხოლოდ ფორმალობაა. სამწუხაროდ სრულ ფიქციად იქცა და შეურაცხყოფელიც არის ამ პროცესში მონაწილეობა. ჯობია საერთოდ სასამართლო მხარს, რომ ფორმალურადაც ამ პროცესს არ განვახორციელებ, იმიტომ რომ იმ მასშტაბის ფორმალურობაა და მე თუ მკითხავთ სამართლებრივად და ცინვა, ყველაზე კარგად მზია ამაღლობელმა უთხრა სასამართლოს, მე არ ვითხოვ გულმოწყალებას, მოიქეცით ისე, როგორც სამართალი და სინდისი გიკარნახებთო. სამწუხაროდ მხოლოდ სინდისის იმედზე, რომ ვერ ვართ ჩვენს მართლმსაჯულებაში ამაში ეჭვი არავის არ ეპარება, რაიმე ხა განსაკუთრებული მოხდა და არ ველოდებოდით, რომ ვერ გეტყვით, მაგრამ ყველა ჯერზე მაინც მაქვს ხოლმე რაღაც პროფესიული მოლოდინი, რომ აი სადღაც ადამიანი ამას უკვე ვეღარ იზავს, აი ამას ვეღარ დაძლევს თავის თავში და ასეთ უკანონობაზე ვეღარ წავა, მაგრამ ყველა ჯერზე იმედრაცრუებული ვარ, რასაკვირველია, ამიტომ სასამართლო მოიქცა ისე, როგორც იქცევა ყველა სასამართლო ამ ქვეყანაში. ვიდრე სასამართლო აღკვეთის ღონისძიების საკითხს განიხილავდა, სხდომაზე დაცვის მხარის მოწმეს მოусმინეს. მხარეთა კითხვებს აკაკი გვიანიძემ უპასუხა. იგი ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია და მონაწილეობდა 11-12 იანვარს ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაში, სადაც მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს. მოწმემ გაიხსენა, როგორ ვითარდებოდა მოვლენები ჟურნალისტის დაკავებამდე და რა უძღოდა წინ მზია ამაღლობელის ჯერ ადმინისტრაციული, შემდეგ კი სისხლის სამართლის წესით დაკავებას. მოწმის გამოკითხვის შემდეგ კი სასამართლო დაცვის მხარის წერილობით მტკიცებულებებს იკვლევდა. ადვოკატმა ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მზია ამაღლობელს მხედველობასთან დაკავშირებული ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს. მისი თქმით, დაკავების შემდეგ პრობლემა, რომელიც ჟურნალისტს მანამდეც ჰქონდა, კიდევ უფრო გამწვავდა. მაიამ წარიაშვილი ამბობს, რომ ბოლო კვლევით მზია ამაღლობელის მხედველობის დონე მარჯვენა თვალში 10%-ია, მარცხენა თვალში კი 0,4%, რაც ფაქტობრივად სინათლე სიბნელის გარჩევის დონეს არ ცდება.
მას ერთ თვალზე ჰქონდა კერატონუსი, თვალის ესეთი დაავადება, რომელიც ის დროებით დაჭერილი იყო სპეციალური სამედიცინო ჩარევით თვალის ბადურა. ეს პროცესი მეორე თვალზეც არის ახლა და აი ბოლო კვლევით თვალზე რაც აქვს მას ჩატარებული, ანუ ერთ თვალში სადღაც 10%-ია სულ მხედველობა და მეორე თვალში 0.0 და 0.4%-ია მხედველობა, ანუ პრაქტიკულად ვთქვათ, ერთ თვალს თუ მანამდე 30% ქონდა და წერია, რომ შანსი ქონდა სათვალით გაზრდილი იყო მისი მხედველობა 90%-ამდე იმ თვალში, ეხლა იმ თვალში დაკლებულია და სათვალით შანსი აქვს ერთ თვალში გაზარდოს 40%-ამდე, მაგრამ მეორე თვალი ძალიან მძიმეა, 0.04%-ია, როგორც ვიხარით. ეს რაც წერია მის, ასე ვთქვათ, კვლევებში. და მათ შორის სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში და მივამედში ყოფნის პერიოდში და მათ შორის ეს უწერიათ, რომ პროცესი უკვე ორივე თვალზეა, ეს უწერია სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ საექსპერტო კომისიას. მზია ამაღლობელის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეთა გამოკითხვა უკვე დასრულებულია. რაც შეეხება დაცვის მხარის მოწმეებს, სასამართლოს წინაშე მომდევნო სხდომებზე კიდევ რამდენიმე მათგანი წარდგება. მათ შორის გამოცემა ბათუმელების რედაქტორი ეთერ თურაძე და თავად მზია ამაღლობელი. მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძისთვის ცილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ავტორიტეტიანი გამოცემების ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი 5 თვეზე მეტია პატიმრობაშია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.